მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. რამდენად არის ბავშვებისთვის უსაფრთხოება დაცული ახალციხის ხელოვნურ ტბაზე, სადაც ლამპიონებთან ელექტროენერგიის ღია კაბელები, ეგრეთ წოდებული სკოჩით არის დამაგრებული. საბავშვო ატრაქციონები კი დაზიანებული. ჩვენ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაზიანებების შესახებ მოსახლეობამ შეგვატყობინა და დაინტერესება გვთხოვა. რა დაუჯდა ახალციხის მერიას ტერიტორიის მოწყობა, რას აპირებენ ახლა და რა პრინციპით იხელმძღვანელეს, როდესაც ელექტროენერგიის კაბელები ეგრეთ წოდებული სკოჩით დაამაგრეს. ჩვენ კითხვებით მერიას მივმართეთ. რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს და ვრცელ რეპორტაჟს უწყების პასუხებით ხვალ შემოგთავაზებთ. მანამდე კი მოусმინოთ კომენტარს. კაბელები კი, როგორ არა, კი, შემიმჩნევია. ეს თბილისშიც ხო მოხდა ფაქტი, რომ შადრევაში ჩავიდა ბავშვი და ასე შემდეგ ბევრი ფაქტი გვაქვს მაგის, ხო? არ ვიცი რატომღაც ბოლომდე ვერ მიყავთ თუ არ ვიცი, ხა მაგ დეტალებს მე ვერ დავასახელებ, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ არ არის სწორი და არც ლამაზი და არც სწორი კიდე ყველაზე მეტად უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული თავისთავად. ერთია როცა რაღაცას გიკეთებენ და მეორეა რამდენად უფრთხილდებით, ხო? ამდენად გააკეთეს არაჩვეულებრივი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს არ ვიცი რამდენად უსაფრთხო, აღარ არის უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის, იმიტომ რომ არის დანგრეული, გაფუჭებული, დამტრეული. არ უფრთხილდებით მოკლედ. ყველაზე სამწუხარო რაც არის, ეგ არის. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საავტომობილო გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის მოყრა. გარდა ამისა, ნახევრად მისაბმელიანი და მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვებია ახალციხე ნინოწმინდა, ახალქალაქი კარწახის. აიაზმა ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით უამინდობა საქართველოში 22 თებერვლამდე გაგრძელდება. და კვლავ ახალციხე, სადაც უკვე 37 დღეა ადგილობრივები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ იკრიბებიან და მზია ამაღლობელისა და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ფრინველის გრიპის ვირუსის ბოლო აფეთქებამ ამერიკაში ქათმები გაწყვიტა, რის შედეგადაც კვერცხის ფასმა იმატა. ცლად გიტოვებთ სტუდია ვაშინგტონის ჩანართს. კვერცხის ფასი ამერიკის მასშტაბით ისევ იზრდება, რაც მომხმარებელთა დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მიზეზი ფრინველის გრიპია, რომელმაც ქათმები ბევრ დიდ ფერმაში გაწყვიტა. ერთი ყუთი ადრე $3.50 ღირდა, ახლა $6.50 ღირს. თუ ადრე კვირაში 12 ვყიდულობდი, ახლა ამას ორ კვირაში ერთხელ ვაკეთებ. მახსოვს 2 წლის წინ ბევრად იაფიღირდა, შემდეგ უცებ გაძვირდა, ახლა კიდევ ერთხელ გაძვირდა. საშინელებაა, ეს ხომ ჩვენი ყოველდღიური საკვებია. როგორც წესი 12 კვერცხი ამერიკაში $2-ზე მეტი არ ღირდა, მაგრამ 2022 წელს ფასები გაორმაგდა, რაც მაშინაც ფრინველის გრიპს დაუკავშირეს. წელს იანვარში კი ერთი ყუთის ფასი თითქმის $7-მდე ავიდა. ფასები მსხვილი გადამყიდველებისთვისაც გაიზარდა, რომლებიც კვერცხს საბითუმო ფასებში იღებენ. ვიდრე ფრინველის გრიპის პრობლემა არ მოგვარდება და მომარაგების ჯაჭვში ვითარება არ გამოსწორდება, ყველაფერი რიგით მომხმარებელს აწვევს კისერზე. სიტუაციის გამოსწორებას ამ ეტაპზე არ მოელიან. წინა წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი კვერცხის დამატებით 20%-ით გაძვირებას მოელის. მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა კვლავ მაღალია, მაგრამ მიწოდება ვირუსის გამო ჯერ ისევ ფერხდება.
და მაღალი ფასებიც ნარჩუნდება. ერთადერთი, ვინც შეერთებულ შტატებში კვერცხის გაძვირებით მოგებული რჩება, მცირე მეწარმეები არიან, რომელთაც პატარა ფერმები აქვთ. მათ შორისაა ოჯახური ბიზნესის მქონე ჯორჯ ტერვილიგერი. შემიძლია ჯამრთელი ქათმების ახალი პარტია შევიძინო, იქნებ გავაორმაგო კიდეც. ჩემსავით მცირე მეწარმეებისთვის ეს ზარალის შესავსებად კარგი შანსია. მაგრამ ეს შანსი დროებითია, რადგან დიდი მეწარმეები ბოლოს და ბოლოს გამოსავალს მაინც იპოვიან, ვირუსისგან ქათმებსაც დაიცავენ და კვერცხსაც გააიაფებენ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-gy და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.